მოგესალმებით, გოჩა გვარამია, საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. როგორც ცნობილია, გავრცელდა ინფორმაცია 3-4 დღის უკან, რომ პუტინმა აფხაზეთი, ანუ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოლიმპიურ სიაში, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, ისე ჩასვა. მართალია, ექსია საბოლოოდ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, როგორც აკრედიტებული ჟურნალისტები, ასე ყველა სხვა საორგანიზაციო საკითხებში საორგანიზაციო საკითხები, მაგრამ აღმაშმოთებელია ის, რომ გარდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა, რომელმაც ისიც ასე ვთქვათ, ირიბად გააპროტესტა ის ფაქტი, რომ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი გათვალისწინებულია შესაძლო აკრედიტირებულ ჟურნალისტთა სიაში, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები და ამას აპროტესტებს მხოლოდ ყოვლად მიუღებელია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისგან არანაირი პროტესტი არ მოყოლია. კერძოდ, არანაირი პროტესტი დღემდე არ ყოფილა არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არანაირი განცხადება არ გაკეთებულა არც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან და არ გაკეთებულა ასევე შესაბამისი კომიტეტებიდან, საპარლამენტო შესაბამისი კომიტეტებიდან. ვინაიდან საქართველოსთვის ეს საკმაოდ მძიმე გადასაწყვეტი იყო, მიიღო თუ არა სოჩის ოლიმპიადაში მონაწილეობა, ეს ფაქტი თვითონ იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი არ იხევს უკან და ეს მოთმინებითი, ეგრეთ წოდებული მოთმინებითი პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსეთთან მიმართებაში და ცდილობს აღადგინოს ეგრეთ წოდებული ძმური ურთიერთობა, თუმცა ესეც გასარკვევია, რა ძმურ ურთიერთობაზე სურს საუბარი რუსეთს აქეთ, თორე ჩვენ რო იქეთ გვინდა ნორმალური ურთიერთობა, ეს ფაქტია. ამ ფონზე რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიძაბოს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო და იყენებს ისეთ პოლიტიკურ ხრიკებს, რომ აგდებს ისეთ თემებს, როგორიც თუნდაც ეს ოლიმპიური თემაა და ასევე იგივე კარასინი და აბაშიძის შეხვედრის წინ ისევ განახვდა დიცის ამბები ყველამ ვიცით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ბოლო-ბოლო საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებია მკვეთრი განცხადებები და დაეფიქსირებია ის წითელი ზღვარი, რის იქეთ საქართველოს წასვლას არაპირებს. რამე თუ რუსეთის პოლიტიკა ყველასთვის ცნობილია მთელ მსოფლიოში, რამეს თუ დაუთმობ, ყოველთვის აქეთ უფრო მეც წაგართმევს კიდევ და მას არასდროს არავისთან ძმური ურთიერთობა, არც კეთილმეზობლური ურთიერთობა არასოდეს არ ქონია. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, შემიძლია გიპასუხოთ. რა თქმა უნდა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ეს როდესაც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა განცხადება, რომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ამ ფაქტთან დაკავშირებით და ისიც მხოლოდ ხაზგასმით იყო იქ აღნიშნული, რომ ჟურნალისტების აკრედიტაცია იყო გაკეთებული დამოუკიდებელ ქვეყნებად აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ამას აპროტესტებს მხოლოდ და არა იმას, რომ პუტინმა პირადად შეიტანა სიაში როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები და არ არის აქ მარტო ჟურნალისტურ აკრედიტაციაზე, იქ სხვა დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებზეცაა საუბარი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადება უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ოლიმპიური კომიტეტი არათუ სავარაუდოდ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად ნამდვილად არ დაერეგისტრირებს არც ერთ სიაში, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ საქართველოს და ოფიციალურ დონეზე პოლიტიკური განცხადებით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რათა უკვე დასავლეთს და საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს იმის შანსი და საშუალება, რომ თვითონაც გააპროტესტოს. როდესაც თვისობრივად თვითონ არ აპროტესტებ, მაშინ სხვას ნამდვილად არც იურიდიული და არც მორალური
შესაძლებლობა არ გააჩნია, რომ მან გააპროტესტოს ეს. ვინაიდან შენ თუ არ აპროტესტებ, ესე იგი შენ ცნობ ასეთ რეალობას, ხო? დიახ. თუ როგორც მიმღებით ქვეყანა, იგი სიას ადგენს. დიახ. ეგ არ ვიცი, ახლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი როდის რა ვადებში, რა თქმა უნდა, საბოლოო, იმიტომ რომ იქ თავისი ბიუროკრატია, თავისი წესებია, თავისი უსაფრთხოების ზომების დამტკიცება, მთელი რიგი პროცესებია. აქედან გამომდინარე, რა ვადებშია ეს განსაზღვრული, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ საბოლოო სიტყვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეკუთვნის. მაგრამ აქ ისევ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური განაცხადი პოზიცია, რომ ეს მისთვის მიუღებელია, თორემ ოლიმპიური კომიტეტი ეს არ არის პოლიტიკური განცხადების მაკეთებელი ორგანიზაცია. როგორც მიმღები ქვეყნის პრეზიდენტი, იგი ადგენს სიას, იგი ამტკიცებს ამ სიას და იგი გადასცემს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ყველა იმ საორგანიზაციო საკითხების ნუსხას, რა აქვს გატარებული, რა არის აშენებული, როგორ მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით თვითონ სოჩის მაცხოვრებლები არიან ძალიან გაღიზიანებული, რამე თუ უკვე სოჩი პრაქტიკულად დახურულ ქალაქად არის გამოცხადებული, ეგრეთ წოდებულ გარკვეულ გეტოს ეძახიან. არა, ნუ აქ უკვე საქართველოს ჯერ თვითონ უნდა და პოზიცია. ოლიმპიური კომიტეტი არ დაარეგისტრირებს ამას როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებად, ამას მე 100%-იანი დარწმუნებული ვარ, ასეთი რაღაცა არ მოხდება, მაგრამ ისევ ვიმეორებ, სანამ ეს განხილვის საგნად კი დადგება საქართველოს ამდენი ხანი მე სპეციალურად პირველივე დღეებში არ გავაკეთე ეს ბრიფინგი, არ მოვიწვიე, რამე თუ ველოდებოდი საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან, პოლიტიკურ სტრუქტურებზე, ანუ პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი, რა განცხადებებს გააკეთებდნენ. არავინ არაფერი გააკეთა. ერთადერთი წერილი, რომელიც გაჟღერდა ისიც რუსულ მედიაში, არის გაგზავნილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიდან პროტესტის ნიშნად საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.